ჩხიკვაძე კონსტანტინე, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი კონსტრუქტორი. ჩემი ვიწრო სპეციალობა არის კომპიუტერული პროექტირება, ძირითადად ანგარიშების გაკეთება შენობებისთვის. ეს არის სეისმომედეგობა და მდგრადობაზე ანგარიშები. ამჟამად მუშაობ ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარულ უნივერსიტეტში და ურთიერთობ სამშენებლო კომპანიებთან ანგარიშებს უკეთებ მათ. მშენებლობა თავის დროზეც იყო გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მაგრამ იმ მშენებლობა თუ გავიხსენებთ, ერთი ობიექტი მიდიოდა ზოგჯერ წლები, მაგალითად რაღაც ტაძარს ვაშენებდით, ის მიდიოდა შეიძლება 50 წელიწადი შენდებოდა. ჩვენ დღევანდელ პერიოდში ესეთი საშუალებები არ გვაქვს და ესეთი დრო რომ ჩვენი ნაგებობები პროექტირდებოდეს 1 ან 5 წელი, 10 წელიწადი. ამიტომ კომპიუტერული საშუალებებით ეს ყველაფერი დაჩქარებულ ტემპში გადავა. და ისედაც უკვე მაღლი მშენებლობას ჩვენ ვერ მოვახერხებდით, იმიტომ რომ იქ იმდენი ანგარიშები ჭირდება ხელით, რომ ეს პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელი ხდება ხოლმე მაღლივი შენობების დაპროექტება ხელით. და კომპიუტერული საშუალება მაგას ძალიან სწრაფად და კარგად აკეთებს. ყოველთვის იქნება მიწისძვრები, ამიტომ ჩვენ უნდა ისე დავაპროექტოთ და ისე გავიანგარიშოთ ნაგებობები, რომ ამ მიწისძვრას გაუძლოს მოსალოდნელს. ასევე არის ქარის დატვირთვები. როდესაც მაღლივ ნაგებობებს ვაშენებთ, იქ ძალიან მნიშვნელოვანია ქარის დატვირთვები, იმიტომ რომ ზევით ქარი ძალიან მაღალი სიჩქარის არის. და ამ ნაგებობებზე დიდი გავლენა აქვს. ამიტომ ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ და გავიანგარიშოთ ჩვენი ნაგებობები ამ ზემოქმედებაზე. ეს პროცესი არის ყველაფერი სრულდება უკვე კომპიუტერზე, არის სპეციალურად შექმნილი პროგრამები, რომლის მეშვეობითაც უფრო ადვილდება მისი ანგარიში. მშენებელ კონსტრუქტორმა უნდა იცოდეს და შესწავლილი ქონდეს კარგად ისეთი საგნები, როგორიც არის მასალათა გამძლეობა, თეორიული მექანიკა, სამშენებლო მექანიკა, დინამიკა კონსტრუქციების, სეისმომედეგობა, ასევე გრაფიკა უნდა იცოდეს კომპიუტერების, რომ ნახაზების შექმნას და მოდელების შექმნას და ასე შემდეგ. კომპიუტერული პროექტირების სპეციალისტს აუცილებლად უნდა ქონდეს ანალიტიკური აზროვნება და დაკვირვებობა. დაკვირვებობა აუცილებელია, იმიტომ რომ როდესაც ადგენს სპეციალისტი საანგარიშო მოდელს, მას არ უნდა გამოეპაროს პატარა დეტალიც. ამიტომ აუცილებელია, რომ მას ქონდეს აი ესეთი დაკვირვების უნარი და შეძლოს აი ესეთი მუშაობა, გულმოდგინე. სირთულე ამ პროფესიაში და მუშაობაში არის ის, რომ პროექტირება და ეს ანგარიშების გაკეთება ამ შენობების არ არის ადვილი, ეს არის დიდ რისკებთან დაკავშირებული, დიდი ენერგია უნდა ჩადოთ, ხანდისხან ღამეც უნდა იმუშაოთ. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ამ პროფესიას ახლავს თან. დიდი სიხარულია ხოლმე, როდესაც შენ ნამუშევარს შეხედავ როგორც პროექტირების დასრულებისას, ასევე უკვე განხორციელებული ნაგებობების თვალსაზრისით. კომპიუტერული პროექტირება ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. საშუალებები იზრდება, ინფორმაციულობა იზრდება. არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ესე იგი გაჩერდება და მშენებლობა არ ექნება. მით უმეტეს საქართველოს ისეთი ქვეყანაა, რომ იმდენი რამე გვაქვს ასაშენებელი და გასაკეთებელი, რომ ეს დარგი სულ უფრო განვითარდება და განვითარდება. ვინც ჩვენ სპეციალობისკენ გადმოიხრება, ან უკვე სწავლობს, კარგად დაეუფლოს იმ საგნებს, იმ დისციპლინებს, რომელიც სგანად შედგება ეს დარგი. ეს არის სამშენებლო მექანიკა ძირითადად, სეისმომედეგობა, მასალათა გამძლეობა, თეორიული მექანიკა. როდესაც ამ დარგებს კარგად დაეუფლება, ის შეძლებს თავი დაიმკვიდროს ამ დარგში.